Აზე საუბარს ჩვენ ახლა განვაგრძობთ სტუმართან ერთად, ვსწრათ ადამიანთან ერთად, რომელსაც 1997 წლიდან აქვს ევროპის საბჭოსთან უწყვეტი კავშირი დღემდე. ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1999-2004 წლებში საქართველოს დელეგაციის წევრი, საპარლამენტო ასამბლეაში არმაზ ახვლედიანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მე ვთქვი უწყვეტი კავშირი ევროსაბჭოსთან მოყოლებული 1997 წლიდან. მასეა თქვენ გაქვთ ეს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ თავად მნიშვნელობაზე, როდესაც საკითხი საერთოდ დადგა 51 დეპუტატმა საერთოდ ეს საკითხი დააყენა ამ ფორმით. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს პოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველოს ევრო შეგვიძლია უკვე ვთქვა დეზინტეგრაციის თვალსაზრისით, რასაც ქართული ოცნება ეწევა. მადლობა. ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია ერთი მხრივ თუ არ ვიტყვით ძალიან კონკრეტულად რაშია საქმე, რა ვითარებაშია დღეს საქართველოს ევროპის საბჭოში და რა გველის უახლოეს ხანებში. სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში რა არის ყველაზე ცუდი სცენარი შედარებით ესეთი ცუდი და შეიძლება კარგიც. და ასევე არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როცა ამის დრო იქნება თუ კონტექსტი გვექნება, რომ ერთი-ორი ეპიზოდი არ გავიხსენო, აგრეთვე ემოციური, დაკავშირებული საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან და მომდევნო ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავ მომენტებთან ჩვენს ურთიერთობებში. მაგრამ დავიწყოთ თქვენი შეკითხვით. 51 დეპუტატი დღეს კი გვესმის მთელი დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდა, რომ კვლავ ევროპული ბიუროკრატია. ძვირფასო ოცნებელებო, ცოტა მეტი ცოდნა რომ გქონდეთ. აი სულ ოდნავ მეტად რომ ერკვეოდეთ საკითხებში. ზოგჯერ თქვენი წარმომადგენლები რომ არჩევდნენ ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირს, ევროპულ საბჭოს, სად რა არის, რომელთან რომელი ნომერი ტრამვაი მიდის, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. მოლაპარაკე პირებად და თავებად ისეთი ხალხი ყავთ, რომ გვცხვენია. ეს მცირე ნაწილი ასე და ესე რაც შეეხება იმ 51 დეპუტატს, ჩვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს დეპუტატები არიან არა საქართველოს პარლამენტის დღევანდელი არალეგიტიმური დეპუტატების მსგავსი დეპუტატები ბატონო ვახტანგ, არამედ ესენი არიან სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტარები, ანუ ისინი გამოხატავენ 10,000-ობით, 100,000-ობით ევროპის კონტინენტის მოქალაქის ინტერესს ევროპის შემიძლია თავამად თქვა უმნიშვნელოვან პოლიტიკურ ორგანიზაციაში. აი ევროპის კავშირი ხომ უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ევროპის საბჭო სრულად არის, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, ორიენტირებული სამ მთავარ პრინციპზე, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა ამდენი ათეული წლის წინ. ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა. ერთი სიტყვით, არა როგორც ოცნება ამბობს ჩინოვნიკებმა, თუმცა კი ვერ ხვდები რას ერჩიან ევროპულ ბიუროკრატებს, ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად შრომობენ, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აკეთებენ თავის მანდატით განსაზღვრულ საქმეს, არიპარავენ, უანგაროდ ემსახურებიან ევროპულ იდეას და თუ სადმე ვინმე რამეს დააშავებს, ბევრი ვიცი ასეთი შემთხვევა, ბევრი რა 10-12 ვთქვათ, რომ გაისჯებიან, არის რეაგირება, მაგრამ იმავდროულად ევროპის საბჭოს შენობაში მე არ მინახავს, ხო თქვით, მომერი და რამდენი წელი გამოვიდა, მე მაქვს ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან, ყველაზე მჭიდროდ ან უწყვეტი, დიახ, მე არ შემხვედრია იქ მონა. მე არ შემხვედრია იქ მონა მოხელე ევროპის საბჭოში. ნებისმიერ შეუძლია რომ ხელმძღვანელს გაუპროტესტოს, იმიტომ რომ იცით რა იცის? იცით რომ მივა სტრასბურგში სასამართლოში
საფრანგეთის იურისდიქციაში მყოფ სასამართლოში და საქმეს მოუგებს. ისიც იცის რომ თუ ვთქვათ ვაიდა იქ ვერ გაარკვია, ორი ფეხის ნაბიჯზე გადავა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და საბოლოო ჯამში იქ მოუგებს. მე ახლა ამას იმიტომ ყვები, რომ საქართველოში ოცნების ანუ ივანიშვილ ყობახიძის მიერ კრიმინალური გზით ძალაუფლების ჩაგდების გზით ფაქტობრივად დიდი ნაწილი საზოგადოების აი ასე არის დაშინებულ არ მომერიდება ვიტყვი დამონებული და ამ ადამიანებს ახლა ეს კლანი ეუბნება რომ თქვენ აღარ გექნებათ წვდომა უმთავრეს ინსტიტუციაზე რატომ ვამბობ ამას იმიტომ რომ ვიღაცა ახლა ვინ ჩვენ გვისმენს და აპირებს რომ გადართოს სხვა არხზე ან გავიდეს სამზარეულოდან ან ბათუმშია და სუფთაჰაერი ჩაისუნთქოს ბულვარში ან წყნეთში ყოფნა ურჩევნია მისინება მაგრამ უნდა იცოდეს სულ ერთია ვინ არის სულ ერთია დღეს ვის უჭერს მხარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომ თქვენ ძვირფასო თანამოქალაქეებო გეკეტებათ უმთავრესი გზა იმისთვის რომ როცა დაგჭირდებათ და ვაი თუ დაგჭირდათ და უეჭველი დაგჭირდებათ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ არა მურუსიძის სასამართლოში ან ასეთ კლანურ ვითარებაში არამედ ობიექტურ დამოუკიდებელ აპრობირებულ ევროპულ ინსტიტუციაში აი ამას უკლავს ივანიშვილ ყობახიძის კლანი საქართველოს აი ამ შანს ამ მონოპოლს ბატონ არმას თქვენ თქვით რომ არსებობს ასე ვთქვათ ცუდი ძალიან ცუდი და შეიძლება კარგი ვარიანტიც კიო აი ამისი გაგრძელება რამდენად რეალურია მართლაც იყოს გარიცხვა საქართველოს საქმე ისაა რომ ევროპის საბჭოს რა თქმა უნდა როგორც ასე სოლიდურ ორგანიზაციას გააჩნია წესდება და ყველაფერი ამ ორგანიზაციაში წესდების და რეგლამენტის მიხედვითაა წესდების მესამე მუხლი არის უმნიშვნელოვანესი რომელიც ადგენს კრიტერიუმებს ჩარჩოს როგორ უნდა იქცეოდნენ წევრი სახელმწიფოები და რა მოეთხოვებათ მათ ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა მიხედვით რომ შეასრულონ და თუ კი ეს ასე არ არის და თუ ამ ხრივ წევრი სახელმწიფო უხეშად არღვევს აი ამ ნორმას და ამ ნორმებს მაშინ ამუშავდება წესდების მერვე მუხლი რომელიც ევროპის საბჭოს უმთავრეს ინსტიტუციას მინისტრთა კომიტეტს აძლევს უფლებამოსილებას რომ დაიწყოს პროცედურა წევრი სახელმწიფოს მიმართ მათ შორის გარიცხვის ჩათვლით ეს მოხდა ერთხელ ევროპის საბჭოს ისტორიაში 2022 წლის მარტში, როცა აგრესორმა რუსეთმა ჯალათი პუტინის ხელით დაიწყო ეს უბედური ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საპარლამენტო ასამბლეამ, ორივე ორგანიზაციამ მიმართეს რუსეთს და უთხრეს, რომ ეხა ვიწყებთ თქვენი გარიცხვის პროცედურას და 2 დღეში რუსეთის მთავრობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება დატოვა ევროპის საბჭო. ეს შემდეგ გაფორმდა შესაბამისად სტრასბურგში. სხვა შემთხვევა არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საბერძნეთის შემთხვევა 60-იან წლებში, მაგრამ ეს მართლა სხვა შემთხვევაა და ახლა ამაზე რუსეთის შემთხვევაში როგორ მოხდა და მე რუსეთმა რა გააკეთა ეს ახსენეთ აი არ შემიძლია ამაზე გამოხმაურება არ მქონდეს ყობახიძის დღევანდელი განცხადებიდან საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობდა ყობახიძე წლების წინ და ისიც ამბობს რომ აბსურდია იმიტომ რომ ჩვენ თვითონო შევიჩერეთო ეს უფრო დიდი აბსურდია ვეთყვი ბატონ ყობახიძეს ისე გეტყვით ბატონო ახლა ხომ ვიღაცა ჩამეთვლის რომ რას ამბობთ რის დებატები ვინც რა უნდა ის ჩამითვალოს ახლავე ვამბობ აი თქვენთან ეთერში მე პირადად მზად ვარ ყობახიძის მიერ ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც ცოტა კომპეტენცია აქვს ევროპის საბჭოს თემაზე, ვიყო დებატებში, ნებისმიერ ეთერში, თუნდაც მათ პროპაგანდისტულ არხზე, მზად ვარ და იქ ვუთხრა და ავუხსნა, რას მიქარავენ და რა არის რეალური გაყალბება და მიქარვა, იმიტომ რომ რაც ახლა ყობახიძემ ბრძანა, ეს რა არის? მოდით ავხსნათ, მოდით არ დავაბნიოთ მაყურებელი, მარტივად ვთქვათ. მიმდინარე წლის, ანუ 20-25 წლის იანვრის
სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის და არა ზოგიერთ ვეტყვი პოლიტიკოს რომ ანსამბლეის მერთო ჩემო ეს ვისწავლოთ ესეც გვესმის კი გვესმის ეს ანსამბლეის არა ასამბლეის და მინისტრთა კაბინეტის არა მინისტრთა კომიტეტის კაბინეტი თქვენ გაქვთ იქ კომიტეტია ცოტა რაღაცეები თუ პრეტენზია გაქვთ რომ რაღაცაზე საუბრობთ ჯერ დაისწავლეთ ეხლა მე რო თქვენ რო ჩემთვის გეთქვათ რომ გაეროს თაობაზე მოდი და გვესაუბრეო მე გეტყოდით რომ იქნებ 2 დღის შემდეგ ცოტა მოემზადები მიუხედავად იმისა რომ საგარეო კომიტეტში ვიმუშავე მრავალი წელი მაინც არ ავიღებდი ამას თავზე ხო და იმას ვამბობ რომ ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ რომ კობახიძის განცხადება არის სრული ტყუილი იმიტომ რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იანვრის სესიაზე წელს ჩვენ საქართველოს გვითხრა რომ იმიტომ რომ თქვენ არასრულებთ არც ერთ ვალდებულებას და პირიქით ზირს უთხრით დემოკრატიას და ევროპის საბჭოს ანუ ევროპულ ღირებულებებს ამიტომაც თქვენს მიმართ ჩვენ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ავამოქმედებთ შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებებს რაქნა წულუკიანმა რა თქმა უნდა ვირეშმაყობის ხარისხი რა და ამათ აქვთ ვერ უარყოფთ ამას დაასწრეს და ჩვენ თვითონ გავდივართო უთხრეს და ამით შევახსენოთ საზოგადოებას აქ იყო პოლიტპატიმრების საკითხი ახალი არჩევნების საკითხი და ზოგადად ადამიანის უფლებები და აპრილამდე დიახანული ვადამიცეს ეს ასე არ ხდება ეს ხომ ივანიშვილის ჯალათური მანქანა არ არის რომ დაიბაროს ახლა რომელიღაც მისი დიდმოხელე გესმით ფული რომ არ მიუტანა და თავი მოაჭრას ხელი მოაჭრას ასე ხომ არ არის იქ წესებია გეუბნებიან შენ გეშლება აი შენ ვადა გამოასწორე ამდენ თვეში ან მაჩვენე რომ აპირებ გესმით მე ახლა ამას ისე გესაუბრებით იმიტომ რომ ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული მათ შორის მონიტორინგის კომიტეტში რომელიც დახურული კომიტეტია საპარლამენტო ასამბლეაში და იქ ჩვეულებრივად ვერ მოხვდები წევრად ამათ აჩვენეს ყველაფერი აჩვენეს პირიქით დაუარესდა მდგომარეობა არა თუ პირიქით გეტყვით არამედ ამათ აჩვენეს რომ მიზან დასახულად ძირს უთხრიან ევროპის საბჭოს ღირებულებებს ავტორიტეტს და რაც თავარია საქართველოში მიყავთ გამოუვალ ჩიხში ამას კონტექსტში რომ შევხედავთ მაგალითად 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით შემდეგ ეს პროცესი რაც იანვარში დაიწყო ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით და ბევრი სხვა საკითხი დეზინტეგრაცია არ მიხსენებია შემთხვევით ანუ ყველა მიმართულებით გამოვდივართ ასე ვთქვათ ამ სივრციდან გამოყავს ივანიშვილს საქართველოს ამ სივრციდან ჩვენ გვჩება ცოტა დრო მაგრამ კონტექსტი როდესაც ახსენეთ თქვენ ჩვენი საუბრის დასაწყისში და ასევე ზოგიერთი მომენტი მათ შორის ემოციური მინდა რომ ამისთვის დაგითმოთ დრო დიდი მადლობა მაგრამ უფრო ცუდ სცენარზე ვიტყვი ორ სიტყვას და გადავალ შემდეგ და დავასრულოთ კი ბატონო დრო სირია პირველი ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება იყოს ის რომ აი მე ამის წარმოდგენა არ მინდა იმიტომ რომ ამაში ჩადებული არის ოფლი შრომა მე-20 საუკუნის მიწურულის დიდი ქართველების მიუხედავად იმისა პირდაპირ გეტყვით რა ძიმე შეცდომები იყო შევარდნაძის მმართველობის დროს აი ზუსტად ვიცი მასთან ურთიერთობიდან ვიცი მე პირადად ბოლო შეხვედრა ვარდების რევოლუციამდე შევარდნაძესთან მქონდა 3 თვით ადრე და სასაუბრო თემა მქონდა აბაშიძე ანუ ასლანი და ევროპის საბჭო დეტალების დრო არ არის სხვა დროს შემიძლია მოგიყვეთ მოკლედ იმას ვამბობ რომ ყველასთვის იყო უალტერნატივო ეს ევროპული გზა უალტერნატივო ზურაბ ჟვანია ლანა ღოღობერიძე ელენე თევდორაძე ირაკლი მენაღარიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინდელი და არაერთი ადამიანი ვინც აი მთელი სული ჩადეს იმაში რომ საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გზა გახსნოდა ევროპის კავშირისკენ და ემოციური ნაწილი ისაა გეცოდინება თქვენს ისტორია და მაყურებელს შევახსენებ რომ როდესაც ჩვენი გაწევრიანების საკითხი იდგა დღის წესრიგში აქ ჩამოვიდა საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაშინდელი პრეზიდენტი რასელ ჯონსონი როდესაც მისლობდა ზურაბ ჟვანია, ლანა ღოღობერიძე მთაში წავიდნენ, ზურაბს მთა ძალიან უყვარდა და იქ ერთი მეცხვარე მოვიდა და უთხრა რომ იცით რა ვქენითო ჩვენ რომ გავიგეთ ევროპის საბჭოში გაწევრიანებაო 99 წლის გაზაფხულია
აპრილი დიახ 27 წელში შევედით უკვე წარმოგიდგენთ 25-ია ამოდა 27 წელი გამოდის არა და რა უთხრა მეცხვარემ გააოგნა ევროპელი დიდი პოლიტიკოსი რომ ჩვენო მთაზეო სხვადასხვა წერტილი გვაქვს და ერთმანეთს უთხარით რომ გავიგებთ ამ ამბავს ცეცხლი დავანთოთ და ასე ვიზეიმოთ თქვენ მოგმართავთ თქვენ მეოცნებეებო ივანიშვილ კობახიძის კლანო მოგმართავთ და მივმართავ აგრეთვე საქართველოს საზოგადოებას მიუხედავად პოლიტიკური შეფერილობისა თქვენ მეოცნებეებო იცოდეთ რომ ამაზე კისერს მოიტეხავთ საბოლოოდ იმიტომ რომ თქვენ ბევრი რამ გაგივიდათ არა გაგატანინეთ იმის გამო ამის გამო ჩვენ აღმოჩნდით წყარო თქვენი მავნებლობისა მაგრამ იცოდეთ რომ ამაზე კისერს მოიტეხავთ იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანი არის დამოკიდებული საქართველოს ევროპულ მომავალზე ნებისმიერი ჩვენგანი ხედავს თავს საქართველოს ევროპულ მომავალში აი შენ რომ ხარ მაგალითად დღეს წამხდარი რუსი და რუსეთის მომხრე იცოდე რომ შენი შვილი შენი ოჯახის წარმომადგენელი ევროპისკენ იყურება მომავალი ის არის ამიტომაც ახლა ამას ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ბატონო ვახო ვერ გავატარებთ ეს ზღვარია იმიტომ რომ ამის შემდეგ ყველაფერი მათ შორის ადგილობრივი რომ ქვია ახლა არჩევნები და სხვა სრულად დაკარგავს თავს ამიტომაც შევკრად გუნდი სწორი წესიერად მოაზროვნე პოლიტიკოსებისა რომლებიც ივანიშვილ კობახიძეს მიუჩენენ გზას მოსკოვისკენ უფრო ზუსტად კრემლისკენ იქ მათი ადგილი თუ შეიფარებენ შეიფარონ თუ მართლმსაჯულებას ობიექტურ ჩვენსაც აცდებიან აბა ვნახოთ ჩვენ კი გვაქვს გზა ერთადერთი საქართველოს ნორმალურობისკენ ილია ჭავჭავაძეს მიწაში ატრიალებენ ესენი აი ამით ახლა რა განაჩენიც გამოაქვთ საქართველოსთვის არ დაუშვებთ არ გაგატანინებთ ძალიან დიდი მადლობა